ამერიკული ბრედლის ტანკები რუსების ფორტიფიკაციის ხაზს კვეთენ და კურსკში იჭრებიან. ბეტონის კონუსები გაწეულია, თხრილი ამოვსებული, დანაღმული ზოლი განაღმული. საგანგებო ოპერაცია უკრაინის ელიტურ დანაყოფებს დაევალათ. პროქსი ომის ყველაზე ხმაურიანი ეტაპი რუსეთის ოკუპაცია, რომელიც ზელენსკიმ 8 თვის წინ ნატოს კარნახით წამოიწყო, ამ დღეებში გამანადგურებელი შედეგით უკან დაუბრუნდა. კურსკში უკრაინული ჯარის კაპიტულაციას ექსპერტები ომში უკრაინის საბოლოო მარცხს უტოლებენ. შესაბამისად, მოსკოვმა კურსკის გათავისუფლება 9 მაისის აღლომს დაამტყვია. Здравия желаю, товарищ верховный главнокомандующий. Валерий Васильевич. Товарищ верховный главнокомандующий. ამხანაგო მთავარსარდალო, კურსკის ბოლო დასახლებული პუნქტიც, გარნალი, სადაც უკრაინული შენაერთები ჯერ კიდევ რჩებოდა, გათავისუფლებულია. Авантюра киевского режима. ეს იმას ნიშნავს, რომ კიევის რეჟიმის ავანტურა სრულად ჩავარდა. მოწინააღმდეგემ უზარმაზარი დანაკარგები განიცადა. ეს მარცხი, რა თქმა უნდა, ფრონტის სრულ პერიმეტრზე იქონიებს ომის შედეგზე გავლენას. ცოცხალი ძალის გარდა ნატომ კურსკში $100 მილიონი ამერიკული ბრედლის ტანკი და საარტილერიო დანადგარი დაკარგა. ჯარის მხოლოდ ნაწილმა მოახერხა უკან დახევა. დანარჩენი ალყაში მოექცა და განადგურდა, ან ტყვედ ჩაბარდა. ეს ჯავშან მანქანა ხედავთ ორმოშია, ანუ ნაღმზე აფეთქდა, ხოლო ღია კარები ნიშნავს, რომ ეკიპაჟი გაიქცა. ისინი, ვინც ალყიდან ვერ გააღწიეს, ტყვედ ბარდებიან. რუსეთის ტერიტორიაზე როგორ აღმოჩნდი? მანქანით მოგვიყვანეს. მე-80 ბრიგადიდან ვართ. მეთაური ჩვენ შორის არ არის. მეწოდებით უფროსი ვარ, მაგრამ მეთაური არ ვარ. ყველა მზად არის, რომ ჩაგვბარდეს. დიახ, ჩვენ აღარ გვინდა სროლა და ჩაბარება გადავწყვიტეთ. სხვებიც მზად არიან, 30 კაცამდე დარჩა. სად არიან? იმავე სარდაფში, სადაც თქვენ იყავით? დიახ. ამერიკის პრეზიდენტმა მოგვიწოდა დავინდოთ უკრაინელი სამხედროები კურსკში, სადაც მათი ნაწილი რუსულ ჯარებს ალყაში ჰყავთ მოქცეული. მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კი უკრაინის ხელმძღვანელობა მიმართავს თავის სამხედროებს, დაყარონ იარაღი და ჩაგვბარდნენ, შეუნარჩუნებთ მათ სიცოცხლეს და მივცემთ ღირსეული მოპყრობის გარანტიას. კიევმა ეს არ გააკეთა, თუმცა ალყაში მოქცეული შენაერთები ზელენსკის ნებართვის გარეშეც ჩაბარდნენ მეტოქეს, რითაც ნატოს ავანტიურა კურსკში უსახელოდ დასრულდა. კურსკის ფიასკოზე ნატოს მხრიდან კომენტარს არავინ აკეთებს. დასაწყისში კი ისეთი PR კამპანია ააგორეს, რომ პირველად ისტორიაში ამერიკისა და ბრიტანეთის დაზვერვის ხელმძღვანელებმა ერთობლივი ბრიფინგი მოაწყეს. კურსკზე შეტევა ძალიან მკვეთრი და გამორჩეული ნაბიჯია, რითაც თამაში შეიცვალა და ვფიქრობ, ნარატივიც თამაშის შესახებ ასევე შეიცვალა. კურსკზე შეტევა მნიშვნელოვანი სტრატეგიული მიღწევაა, რომელმაც არამხოლოდ აამაღლა უკრაინელების მორალური განწყობა, არამედ პუტინისა და მისი ჯარის სისუსტეც წარმოაჩინა. კურსკში შეჭრა დასავლეთმა დიდ წარმატებად გაასაღა და იმის ნიშნად, რომ უკრაინა შეძლებდა ომის მოგებას. მთელი ეს ავანტიურა, რასაც ათასობით ადამიანი შეეწირა, რეალურად იმ ნარატივის შეცვლას ემსახურებოდა, რომ რუსეთი ომს იგებდა. ანუ მიზანი უკრაინელი ხალხის მოტყუება და ცრუ იმედის ჩასახვა იყო, რომ რუსეთი მარცხდებოდა. შედეგად ჯარი მეტი შემართებით იბრძოლებდა და სპონსორებიც მეტ ფულს გამოყოფდნენ. კარგად გვახსოვს ეგრეთ წოდებული მეინსტრიმ საერთაშორისო მედიების გახმოვანება და ის წითელი ხალიჩები და ის რაღაც დიდი პროპაგანდა, რომელი პროპაგანდას მოახვიეს მსოფლიოს თავს და მათ შორის უკრაინელებსაც, რომ ეს ყველაფერი თავდება, თორემ რომ უკრაინა იგებს, რუსეთს ამარცხებს, ასე შემდეგ. აი ეს რისთვის იყო საჭირო და რა მიიღეს აი იმ სახელმწიფოებმა და იმ დიდი მანქანის საცეცებმა, რასაც ეგრეთ წოდებულ deep states უწოდებთ. აბსოლუტურად უგუნური. ეს იყო გაწირვა, ხო? ჩვენ ხედავთ გაწირვას ქვეყნის აი ამ ბიუროკრატიული ევროპის და აი ამ პორნოლიბერალური დასავლეთის გამო, ხო? თავისუფლობაში უნდა დევნოთ რუსეთისთვის და საბოლოო ჯამში როგორც არასდროს გაერთიანებული და გაძლიერებული რუსეთი მიიღეს. ექსპერტთა აზრით პრობლემა ის იყო, რომ საომარ გადაწყვეტილებას სარჩულად deep state-ის ნეოლიბერალიზმი ედო,
და არა სამხედრო გათვლები. The Ukrainians, by going in and taking Kursk, have კურსკის აღებით რუსებმა ომი საკუთარ სახლში მიიღეს და ეს არის მთავარი. ანუ აქ უკვე იმაზე კი აღარ არის საუბარი, ნატოს უნდა შეუერთდეს თუ არა ახალი წევრი. არამედ იმაზე, რომ რუსეთმა საკუთარი ტერიტორია დაკარგა. ასე რომ ეს გამორჩეული ნაბიჯია, რაშიც უკრაინას გვერდში უნდა დავუდგეთ. should be supporting. Kursk offensive. კურსკზე თავდასხმამ შეცვალა ომის ნარატივი და რუსულ სამხედრო ელიტაში პუტინის მიზანშეწონილობაზე კითხვები გააჩინა. ნიშნავს ეს თუ არა იმას, რომ პუტინი კურსკის შედეგად ფეხზე ვეღარ წამოდგება. არ ვიცი, ნახოთ. საუბრობდნენ ასევე რუსეთის შიდა პოლიტიკაზე ზეგავლენას, როგორც ერთ-ერთ მიზანს, ანუ პუტინის დაზიანება შიდა თქვათ თავის საზოგადოებაში, რომ აი უკრაინამ ასეთი ზიანი მიაყენა. თუმცა არც ეს მიზანი იქნა მიღწეული, იმიტომ რომ პირიქით მეტი მობილიზება და კონსოლიდაცია გამოიწვია ამან. კურსკში შეჭრა მჭიდროდ დასახლებულ რეგიონში მოხდა. შესაბამისად, არანაირი ტაქტიკური ან სტრატეგიული მნიშვნელობა საომარი მოქმედებისთვის მას არ შეიძლება ჰქონოდა. პოლიტიკური შოუ იყო და მეტი არაფერი. შოუ, რომელმაც დამატებით ათასობით უკრაინელი ჯარისკაცი იმსხვერპლა, შედეგად ისიც კი ვერ გამოიღო, რომ რუსეთს ჯარის თუნდაც მცირე ნაწილი ძირითადი ფრონტიდან კურსკში გადაესროლა. პოლიტიკურ პიართან ერთად ნატო ფსონს სწორედ ამაზე ჩადიოდა. კურსკის რეგიონში უკრაინული შენაერთები 30 კილომეტრის სიღრმეში შევიდნენ, საიდანაც კიდევ 30 კილომეტრს артиლერიის ხარჯზე აკონტროლებენ. ეს ძალიან კარგია, რადგან ჩვენი შეფასებით, რუსეთი იძულებული გახდება მათ მოსაგერიებლად 100,000-მდე ჯარისკაცი დონბასიდან კურსკში გადაიყვანოს. უკრაინას რამდენიმე მიზანი შეიძლება ქონოდა, რაზეც იმ პერიოდში იყო საუბარი. ერთი ეს იყო ახალი მიმართულების შექმნა რუსეთისთვის, რასაც შეიძლება გამოეწვია დონბასის მხრიდან ძალების გადასროლა ჩრდილოეთ მიმართულებაზე და ასე ვთქვათ შემსუბუქება იმ წნეხის, რასაც რუსეთი ახორციელებდა აღმოსავლეთის ფრონტიდან. თუმცა ეს ასე არ მოხდა. იგივე ჰქონდა ჩაფიქრებული Deep State საქართველოში მეორე ფრონტის მოთხოვნისას. ეიძულებინა რუსეთი, რომ უკრაინის ფრონტიდან ჯარის ნაწილი კავკასიაში გადაესროლა. ქართული ოცნების მტკიცეუარის შემდეგ კურსკში შეჭრა მოიფიქრა. თავიდან ბოლომდე ავანტიურა იყო ეს წმინდა წლის. კურსკი განაპირობა იმან, რომ საქართველო არ დათანხმდა ომში ჩართვას. ამიტომ განხორციელდა ეს კურსკის ავანტიურა. ეს იყო თავიდან ბოლომდე, იმიტომ რომ არანაირი მიზანი არ ქონდა. რატომღაც ვიღაცამ ჩათვალა, რომ ეს მანევრი კურსკში რუსეთის ტერიტორიაზე უშუალოდ უკრაინის ქვედანაყოფის შეჭრა, რუსეთს აიძულებდა თავისი ძალების გადაყვანას უკვე კურსკის ტერიტორიაზე. რუსეთმა გამონახა ძალები იმისათვის, რომ ის პოზიციები არ მიეტოვებინა, სადაც ის აწარმოებდა ინტენსიურ საბრძოლო მოქმედებებს და კურსკშიც, ასე ვთქვათ, გაეკეთებინა შეიქმნა ისეთი თავდაცვითი ჟღუდეები, რომ კურსკში უკრაინას მარცხი ეწვია. ძალა, რომელიც რუსეთმა გამონახა, 14,000 ჩრდილოეთ კორეელი მებრძოლი იყო. კომუნისტური ფანატიზმითა და დისციპლინით გამორჩეული სამხედროები. სახელმწიფო მეთაურის ბრძანებით ჩვენი რესპუბლიკის სამხედრო შენაერთებმა რუსეთი როგორც საკუთარი სამშობლო ისე დაიცვეს და შედეგად ჩვენს ქვეყნებს შორის კავშირი უფრო გაამყარეს. მათი ბრძოლა სიკვდილამდე და ბრძოლის ტექნიკა ლეგენდად იქცა. ცოცხალი ძალის გარდა კიმ ჩენ ინმა რუსეთს დიდძალი ამუნიციაც მიაწოდა. ორჯერ მეტი ვიდრე დასავლეთმა შეძლო უკრაინისთვის მიეცა. Also here a short video which shows a typical attack. ეს ვიდეო კურსკიდან არის. ხედავთ როგორ დაიძრა უკრაინის მცირე სატანკო კოლონა ფრონტის ხაზისკენ და მაშინვე ცეცხლის ქვეშ მოექცა. ამის მოსაგერიებლად უკრაინას არც საკმარისი артиლერია აქვს და არც ჭურვები. ჩრდილოეთ კორეამ შარშან 3 მილიონი ჭურვი მიაწოდა რუსეთს. უკრაინამ კი დასავლეთისგან მხოლოდ 1,5 მილიონი ჭურვი მიიღო.
ამის გარდა უკრაინას არმიის შევსების და საბრძოლო მორალის პრობლემაც აქვს. ერთი მაგალითი 155 ბრიგადაა, რომელიც ძლივს დააკომპლექტეს, ხოლო ფრონტის ხაზთან მიიყვანეს თუ არა, მაშინვე სრულად დაიშალა. ყველა ჯარისკაცი გაიქცა. სხვებთან ერთად ქუჩაში დამაკავეს და კომისარიატში წამიყვანეს. მონაცემები უნდა განვაახლოვდე. სინამდვილეში კი ფურგონში შევყარეს და ფრონტზე გვიკრეს თავი. ამიტომ პირველივე შეტევისას დავინახეთ თუ არა რუსი სამხედროები, ყველამ ერთიანად დავყარეთ იარაღი და ჩავყარდით. თუმცა მხოლოდ ქუჩიდან აყვანილი ხალხის იმედად არ შეჭრილა კიევი კურსკში. ისინი უბრალოდ საზარბაზნე ხორცად მიუგდო რუსებსა და კორეელებს. უკრაინის მთავარი ბირთვი კი ნატოს გაწვრთნილი და საგანგებოდ შეიარაღებული უკრაინელი ოფიცრები და ასევე კოლუმბიელი ლეგიონერები იყვნენ. ნარკოკარტელებთან ომში გამობრძმედილი ასობით სპეცრაზმელი Deep State-მა კოლუმბიიდან იქირავა და დღეში თითოს $1000 უხდიდა. თუმცა ასობით კოლუმბიელი ათასობით კორეელს ვერ გაუმკლავდა, თანაც არც ერთმა რუსული ხრიკები არ იცოდა. Ебануться, вы что творите, пацаны, нахуй? უკრაინულ კოლუმბიური ჯარების ალყაში მოსაქცევად ასობით რუსი სამხედრო გაუქმებული ნავთობსადენის მილში გაძვრა და მტრის ზურგში ასე აღმოჩნდა. 12 კილომეტრის სიგრძისა და 1,5 მეტრი დიამეტრის მილში გადაადგილება არც ისე რთული იყო და ეს კურსკის ეპოპეის გამორჩეულ ეპიზოდად იქცა. Наши милые дамы. ძვირფასო ხალბატონებო, მილსადენიდან გილოცავთ 8 მარტს. იყავით ისეთივე ლამაზები, როგორიც ჩვენ ვართ და ყველაფერი კარგად იქნება. Красивый мир, как мы, и все у вас будет отлично. ამის პარალელურად მილსადენიდან ყურადღების გადასატანად რუსებმა უკრაინულ შენაერთებზე დრონებითა და არტილერიით მიიტანეს ინტენსიური იერიში. კამიკაძე დრონები თვითდამიზნების ფუნქციით ამ ომში ყველაზე ეფექტიანი გამოდგა. ეს დრონით გადაღებული ვიდეოა. ის სუჯის თავზე დაფრინავს და უკრაინელების სამიზნეს ეძებს, რომ ააფეთქოს. ქალაქის ცენტრში M11 ტიპის ჯავშან ტრანსპორტიორსა და ტყვიან ფრქვევს აღმოაჩენს თუ არა, მაშინვე ეშვება და ფეთქდება. დრონები ღამითაც კარგად ხედავენ. შესაბამისად, უკრაინული კოლონა, რომელიც უკან დახევას სიბნელეში ცდილობდა, მალევე აღმოაჩინეს და პარამეტრების საზენიტო სისტემებს გადასცეს. რამდენიმე წამში კოლონა არტილერიის ცეცხლქვეშ მოექცა და განადგურდა. დრონებითვე მოხერხდა სუჯაში ხიდის აფეთქებაც, რითაც კურსკში ბაზირებული უკრაინული შენაერთები სამეთაურო პუნქტს საბოლოოდ მოწყდნენ და მთლიანად რუსების ალყაში მოექცნენ. კიევი კი ისევ ნარატივის შეცვლის ტაქტიკას მიხვება და ფაქტებს უარყოფს. ამ დროისთვის კურსკის ოლქში ჩვენ 1000 კვადრატული კილომეტრის ტერიტორიას ვაკონტროლებთ. სამხედრო შენაერთები დასმულ ამოცანას ასრულებენ. ბრძოლა მიმდინარეობს მთელ პერიმეტრზე. ვითარება ჩვენი კონტროლის ქვეშაა. მადლობა ალექსანდრ ალექსანდროვიჩ. მადლობა ყველა ჩვენგანისგან. Нашим військовым. ამ დროს კი 300-მდე უკრაინელი სამხედრო, რომელმაც ტყვედ ჩაბარებას გაქცევა არჩია, კურსკის ბოლო სოფელ გორნალში წმინდა ნიკოლოზის მონასტერში განლაგდა იმედით, რომ რუსები მონასტერს არ ესროდნენ და იქ არსებული საიდუმლო გვირაბებით დააღწევდნენ თავს. თუმცა ეს ინფორმაცია რუსებსაც ჰქონდათ და ყველა გასასვლელი დაბლოკეს. The whole city. მთელი ქალაქები მაქვს ნანახი გასწორებული მიწასთან. ქუჩები ცხედრებით მოფენილი. უკრაინელი სამხედროები კი სასოწარკვეთილ მდგომარეობაში. ისინი საცხოვრებელ კორპუსებს შორის აყენებენ ტანკებს და ხალხს ფარად იყენებენ. ოპერაციის დაწყებიდან დღემდე უკრაინამ აღმოსავლეთის ფრონტზე დაკარგა 4000 კვადრატულ კილომეტრზე მეტი ტერიტორია. და კურსკში აი ოპერაციის პიკზე ყველაზე მეტი, რასაც აკონტროლებდა, იყო 1200 კვადრატულ კილომეტრამდე. ანუ იქ დაიკავა 1200 კვადრატული კილომეტრი, რომლის დათმობა მოუწია თვეების განმავლობაში უკვე დღეს და საპირწონეთ 4ჯერ მეტი დაკარგა აღმოსავლეთის ფრონტზე. კურსკის ავანტიურა რუკაზე ქრონოლოგიურად ასე გამოიხატება. კურსკის ოკუპაცია 6 აგვისტოს დაიწყო და პიკს ერთ კვირაში მიაღწია. 15 აგვისტოსთვის უკრაინამ რუსეთში 1200 კვადრატული კილომეტრი დაიკავა. თუმცა კიდევ ერთ კვირაში ნახევარის დათმობა და უკან დახევა მოუწია. უკრაინის პლაცდარმი კურსკში მარტის შუა რიცხვებისთვის კიდევ 3ჯერ შემცირდა, ხოლო მომდევნო ერთ თვეში პრაქტიკულად განულდა. უზარმაზარი რესურსი დაიხარჯა, დაიღუპა
და დაიჭრა უამრავი ადამიანი ათასობით. მე ხლა ციფრებს არ დავასახელებ, ორივე მხარე სხვადასხვა ციფრებს ასახელებენ. ნუ შეგვიძლია დაახლოებით ვივარაუდოთ უკრაინის დანაკარგებით, მით უმეტეს როცა შეტევაში იმყოფებოდა. რომ ეს დანაკარგებიც არ იყო ცოტა. ციფრებს აღარ აქვს მნიშვნელობა, 5000 იქნება თუ 70, როგორც რუსული მხარე აცხადებს. ხო, დანაკარგები დიდი იყო, შედეგი კი არანაირი. ამ შედეგს თავის დროზე უკრაინის მაშინდელი შტაბის უფროსი, გენერალი ზალუჟნი კარგად ხედავდა და კურსკის ავანტიურას ეწინააღმდეგებოდა. შედეგად კი ზელენსკი მის ჯერ დააჯილდოვა, შემდეგ კი მოხსნა და ლონდონში ელჩად გაუშვა. თავიდან მოიშორა. მადლობელი ვარ ზალუჟნის ორწლიანი სამსახურის გამო და იმ გამარჯვებების გამო, რომლებსაც ერთად მივახციეთ. დღეს გულახდილი საუბარი გქონდა. რა არის შესაძლებელი არმიაში, თანაც სასწრაფო. და მე გადავწყვიტე, რომ ეს უნდა ყოფილიყო გენერალი ზალუჟნი. ზუსტად ძნელი სათქმელია. კურსკის გამო გაუშვეს ზალუჟნი, თუ იმიტომ, რომ არმიაშიც და ხალხშიც მაღალი რეიტინგი მოიპოვა და ზელენსკიმ მასში კონკურენტი დაინახა. ფაქტია, რომ ორივე მიზეზი ჰქონდა. თუ აზრის გამოკითხვის დინამიკას შევხედავთ, დავინახავთ, რომ შარშან თებერვალში ზალუჟნიმ რეიტინგით მკვეთრად გაუსწრო ზელენსკის და მარტში კიდეც მოხსნეს. 6 თვეში კი ჯარმა ბუნტი მოაწყო და ზალუჟნის დაბრუნება მოითხოვა. თუმცა ამაოდ 28 გენერალი დაიჭირეს და გააგდეს იქიდან, რა ქვია, თავდაცვის სამინისტროდან გაწმინდეს თავისი რიგები, აი ეს არის შედეგი და აბსოლუტური კატასტროფა. უკრაინა ქვეყანა აღარ არის. არც გარედან და არც შიგნიდან. წარმოიდგინეთ, რომ ამ რაღაც ეჭვების გამო რომ შესაძლოა კი არა და უფრო მეტი ზალუჟნის რეიტინგი უფრო მეტი იყო ვიდრე ზელენსკის რეიტინგი ამ გარკვეული პერიოდის განმავლობაში, საერთოდ ჩამოაშორეს საომარ მოქმედებებს, ჩამოაშორეს სამხედრო საქმეს. ცნობილი გახდა, რომ მაგალითად გენერალი ზალუჟნი კურსკში შეჭრის კონკრეტულად წინააღმდეგი იყო. რომ ეს ოპერაცია თუ დასრულდებოდა ამ შედეგით, რა შედეგითაც დღეს დასრულდა. ჯობდა რომ საერთოდ არ განეხორციელებინა. ფაქტია, რომ ზელენსკი ტოქსიკური ფიგურა გახდა უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის. იმიტომ, რომ ის სრულიად აბსურდულ ბრძანებებს გასცემს, რომლებიც არ არის გამყარებული სამხედრო სტრატეგიით და შედეგად გაუმართლებელ დანაკარგებს იწვევს. მე ვიტყოდი კატასტროფულ დანაკარგებს უკრაინელი ხალხისთვის. ცალკე სათქმელია, რომ მას იმის ნახევარი რეიტინგიც კი არ აქვს, რაც გენერალ ზალუჟნის, ყოფილ მთავარსარდალს, რომელიც ზელენსკიმ როგორც პოტენციური კონკურენტი ლონდონში გადაასახლა. თუ კი დადგება დღის ეს რიგში არჩევნების ჩატარება უკრაინაში, და ალბათ უნდა დადგეს კიდეც მინიმუმ ომის შეწყვეტის შემთხვევაში და დაზავების შემთხვევაში, ზალუჟნი იქნება ერთ-ერთი ის პირი, ვინც თუ ის მოინდომებს და გადაწყვიტავს ამას, სერიოზულ გავლენას იქონიებს უკრაინის პოლიტიკაზე და თუ მისი პიროვნება წარმოქმნილი იქნება როგორც მომავალი ან პრეზიდენტი ან არჩევნებში მონაწილე ყოველ შემთხვევაში პოლიტიკურ ფიგურად, დამეწუნოთ, რომ მას ძალიან ბევრი ადამიანი დაუჭერს მხარს. ყოველ შემთხვევაში გაცილებით იმაზე მეტი, ვიდრე თქვათ ზელენსკის დღეს. რეიტინგი 4%-ზე აქვს დავარდნილი. ქალაქები კი ნანგრევებშია. მართალია კიევი არა, რადგან რაკეტები დაზოგეს, თორემ 20%-ის დანგრევა თუ შეძლეს, სურვილი შემთხვევაში 100%-საც დაანგრევდნენ. ახლა მაგიდასთან უნდა ადგილი, მაგრამ ხალხს არ ეკითხებიან, უკრაინელები ამბობენ, დიდი ხანია არჩევნები არ ქონიაო. ჩემი ჩანაცვლება ადვილი არ იქნება, რადგან არ არის საკმარისი უბრალოდ არჩევნების ჩატარება. არამედ საჭირო იქნება ჩემი იზოლებაც არ მივიღო მასში მონაწილეობა, რაც ცოტა არ იყოს რთული იქნება. ასე რომ მოუწევთ ჩემთან მოლაპარაკება. ისე ჩანს, რომ სხვა ქვეყნის პოლიტიკოსები უბნებიან უკრაინელ ხალხს, ვინ უნდა ჰყავდეთ პრეზიდენტად, რაც არადემოკრატიულად მეჩვენება. სასაცილოა, როდესაც ზელენსკი დემოკრატიაზე საუბრობს. როცა ხელისუფლების შესანარჩუნებლად ათობით გენერალი გადააყენა, პოლიტიკური ოპონენტები დააპატიმრა, მედია კი USAID-ის ფულით იყიდა, რომელსაც ახლა კურსკის მისაჩქმალად იყენებს. თითქოს ომი წაგებული არ აქვს. უკრაინული მედია იტყობინება, რომ კურსკში ბრძოლა გრძელდება, ხოლო კიევის ადმინისტრაციამ ახალი ამოცანა დაუსახა უკრაინულ შენაერთებს. კურსკისა და ბელგოროდის სასაზღვრო ზოლში ტერიტორიების მინიმუმ ერთი თვის შენარჩუნება და ასევე რუსეთის ახალი ტერიტორიის დაპყრობა.
ამ ნარატივს, რომ კურსკი წაგებული ჯერ არ არის, Deep State თავისი სრული მედია რესურსით ავრცელებს, მათ შორის საქართველოშიც. თუმცა ქართული ნაცმედია დავალებას გადაჭარბებით ასრულებს. ლგოვი, სუჯა, კურსკის დასახლებები, ალყაში მოქცეული რუსები ერთმანეთის მიყოლებით ბარდებიან ტყვეებად. ძვირფასო პრეზიდენტო, ჩვენ წვეომდელები ვართ, რომლებიც კურსკს ვიცავდით და ტყვეთში ჩავვარდით. ძალიან გთხოვთ, გავცვალოთ აზოვის მებრძოლებში. ძალიან გვეშინია და გვინდა შინ დაბრუნება. ნაცმედია სიმართლის ძიებით არც არასდროს გამოირჩეოდა. ახლა კი დაფინანსების შეწყვეტის შიშით Deep State-ის ნებისმიერ ნარატივს ავრცელებს, თუნდაც თავის გამასხარავების ფასად. მიწასთანაა გასწორებული. სუჯა ინტერნეტით ყველა შეუძლია ნახოს და იქ სხვა დასახლებული პუნქტები, ყოფილი დასახლებული პუნქტები, ასე ვთქვათ, სოფლები, პატარა რაიონები, თვითონ ეს სუჯა ძალიან დაზიანდა. ერთი რამეა, რაც არ ესმის ამ პროპაგანდისტებს განსაკუთრებით აი ამ ეგრეთ წოდებულ თავისუფალ მედიას, ხო? რომ არსებობს რუკა, რომელსაც ვერაფერს ვერ უზაო. რამდენიც არ უნდა ილაპარაკო, რომ უკრაინა ომს იგებს, იმას რომ შეხედავ რუკას, მიხვდები, რომ უკრაინა ომს აგებს. დაკარგა თავის მებრძოლები, დაკარგა ტექნიკის უზარმაზარი რაოდენობა და ყველაზე მთავარი რომ ეს აღმოჩნდა არა საბრძოლო მანევრით ოპერაცია, არამედ ჩვეულებრივი პოლიტიკური ავანტურა, რასაც შეეწირა ადამიანების ძალიან დიდი რაოდენობა. გარდა ამისა, ამით ახლა რუსეთს მიეცა საშუალება, რომ კიდევ ერთი გამარჯვების, ასე ვთქვათ, პუნქტი ჩაიწერა თავის ამ რუსეთ-უკრაინის ომში. ნაცმედიაზე არანაკლებ მძიმე დღეშია ზელენსკიც, რომელიც ყალბ-პატაკს აბარებს Deep State-ს. ცდილობს მოჩვენებითი სიმშვიდე შეინარჩუნოს, თუმცა არ გამოსდის. პუტინი იტყუება თუ რა ხდება კურსკის ფრონტზე, სადაც ჩვენი უკრაინული შენაერთები აგრძელებენ ოპერაციებს. ჩვენ ასევე დავასტაბილურეთ ვითარება დონეცკის ფრონტზე, თუმცა საჭიროა ევროპული კონტინგენტი განლაგდეს უკრაინაში. ეს უსაფრთხოების გარანტად გჭირდება. ასევე დაელაპარაკეთ პრეზიდენტ ტრამპს, რომ დააჩქაროს მშვიდობის დამყარება, აამოქმედოს ყველა შესაძლო სანქცია და აიძულოს რუსეთი დათანხმდეს ცეცხლის შეწყვეტას. პუტინის სულელი იქნებოდა ახლა რომ ცეცხლი შეეწყვიტა, რადგან რუსეთი მარშით მიიწევს უკრაინის ფრონტზე და არაფერში სჭირდება ევროპას დრო მისცეს იარაღის შესავსება. რაც შეეხება სამშვიდობო შეთანხმებას, თუ კი დასავლეთი რუსეთის პირობებს დათანხმდება, პუტინი მაშინვე მოაწერს ხელს ზავს, მაგრამ ბრიუსელს რუსეთის პირობები არ მოსწონს და ვფიქრობ, ომი გაგრძელდება. მას შემდეგ, რაც კურსკი დასრულდა, ბრძოლები ახლა ორ ფრონტზე რჩება: ხარკოვში და კუპიანსკის ზაპოროჟიეს პერიმეტრზე. რუსები უკრაინის სტრატეგიული ინფრასტრუქტურის განადგურების მესამე ფაზაში არიან, ანუ სამიზნეების 80% განადგურებულია. რუსები ყოველ დილით 150 დრონს უშვებენ შეტევაზე, რითაც უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემა სრულად იტვირთება და ამის შემდეგ ხდება საკრუიზო რაკეტების დაშენა უკრაინის ფაქტობრივად დაუცველ პოზიციებზე. ეს საკრუიზო რაკეტის გამოყენების შედეგია კიევში, ერთ-ერთ ქარხანაზე. ფაქტია, რომ უკრაინა ომს აგებს და ამას ვეღარ შეცვლი. მით უმეტეს, რომ ამერიკას ამ ომში მონაწილეობა აღარ სურს. ევროპული Deep State, სტარმერი, მაკრონი და მერცი ეუბნებიან ზელენსკის განაგრძოს ომი, თუმცა მათ არ აქვთ სათანადო სამხედრო რესურსი. ფიქრობ, ზელენსკი აირჩევს ბევრი რამის დათმობას და ომის დასრულებას, ვიდრე ომის გაგრძელებას და ყველაფრის დაკარგვას. სავარაუდოდ, სწორედ ეს ურჩია დონალდ ტრამპმა ზელენსკის ვატიკანში მოკლესაუბრისას და როგორც მეორე დღესვე განაცხადა, უკრაინას ესმის არსებული ვითარება და მზად არის ტერიტორიები დათმოს. მართალია, რომ უკრაინა მზად არის დათმოს ყირიმი. კი, ასე ვფიქრობ, ყირიმი რუსებს ობამამ და ბაიდენმა 12 წლის წინ ჩააბარეს. ეს დიდი ხნის წინათ მოხდა და მას შემდეგ ყირიმის საკითხი არავის დაუყენებია. ახლა რატომ ახსენებენ, საერთოდ გაუგებარია. ეს რომ ყირიმზე სჯობს ობამას და ბაიდენს კითხოთ. ვატიკანის შეხვედრა დაგეგმილი არ იყო, ხოლო როდესაც ტრამპმა ზელენსკის სალაპარაკოდ დაიმარტო ხელა, მას მაშინვე მაკრონი და სტარმერი მივარდნენ. არ სურდათ თავიანთი თოჯინა ზელენსკი ტრამპის ხელში აღმოჩენილიყო და Deep State-ის საომარი გეგმები საფრთხეში ჩაედგათ. ეს ინციდენტი ტელეკომპანია Sky-ს დაკვეთით ექსპერტებმა ტუჩების მოძრაობით გაშიფრეს. ტრამპი გვერდზე სწევს მაკრონს და ეუბნება, აქ არაფერი გესაქმება, კეთილი ინები და გაგვეცალე, აქ არ უნდა იყო. ვატიკანში ტრამპსა და ზელენსკის შორის შეთანხმება მინერალურ რესურსებზე ხელშეკრულების გაფორმებითაც გამოჩნდა, რასაც ზელენსკი მანამდე ხელს არ აწერდა. სანაცვლოდ უსაფრთხოების გარანტიას ითხოვდა.
ეს ხელშეკრულება საშუალებას გვაძლევს უკრაინასთან ერთად ინვესტიცია ჩავდოთ უკრაინის სრულ რესურსში, რაც ხელს შეუწყობს უკრაინის ეკონომიკურ აღდგენას. უცნობია, იყო თუ არა ბრიტანეთთან და საფრანგეთთან შეთანხმებული. ტრამპთან საუბრის შემდეგ ზელენსკიმ ორივეს ვატიკანშივე ჩააბარა პატაკი და დაარწმუნა, რომ პარიზი და ლონდონი ტრამპთან ხაზგასმით ახსენათ. თუმცა ტუჩების მოძრაობით ექსპერტებს ეს არ შეუმჩნევიათ. ბატონო პრეზიდენტო, როგორ ჩაიარა ტრამპთან შეხვედრა? ბრწყინვალედ, ძალიან კარგად. არ მინდა დეტალებში შევიდე, რადგან ძალიან გრძნობიარე საკითხებს შევეხეთ, როგორიცაა, როგორ მივაღწიოთ მშვიდობას ლონდონთან და პარიზთან ერთად. საჭიროა შეხვედრების გაგრძელება შედეგის მიღწევამდე. ევროპული Deep State თავისი მედია რესურსით ცდილობს ისე წარმოაჩინოს ვითარება, თითქოს ომის გაგრძელებით უკრაინის დაცვა უნდა. სინამდვილეში კი თავისი სამხედრო მანქანის კვლავაც ახალი შეკვეთებით გამოკვება და ამასთანავე ჰეგემონიის როგორმე შენარჩუნება სურს. ექსპერტთა აზრით, ორივე მისია შეუსრულებადია და ბრიუსელს ამის დანახვა არ უნდა. The idea that Trump is somehow ეს ნარატივი, რომ ტრამპი პუტინის მხარეს იკავებს უკრაინის წინააღმდეგ, ტყუილია. ისევე როგორც ტყუილია თითქოს სტარმერი და მაკრონი არიან უკრაინის მხარეს. სწორედ მათ სურთ ცუდი უკრაინისთვის. ტრამპს კი კარგი უნდა. Deep State არ კარგავს რუსეთის დასუსტების იმედს და მზად არის ამისთვის უკრაინა ბოლომდე დაცალოს სისხლისგან. მესმის, რომ შესაძლოა ზელენსკის, როგორც ომის პარტიის თოჯინას, ომზე უარის თქმა არ შეუძლია, მაგრამ მაშინ გაიქცეს სადმე და თავშესაფარი ითხოვს. არ შეიძლება ერთმა კაცმა სრული განადგურებისთვის გაწიროს მთელი ქვეყანა. რა შანსი აქვს ტრამპს დაამყაროს მშვიდობა უკრაინაში, მაშინ როცა ევროპას ეს არ სურს? შევხედოთ იმას, რაც ხდება უკრაინაში, როგორც პოკერის თამაშს. მაგიდასთან 4 მოთამაშეა, თუმცა ევროკავშირს და უკრაინას კარტები არ აქვთ. ისინი არ არიან თამაშში. ტრამპს კარტის დაყრა და თამაშის დასრულება უნდა, რაც რუსეთს მომგებიან პოზიციაში აყენებს. მას შეუძლია პირობების კარნახი და სწორედ ამას აკეთებს, რომ მაქსიმუმი მიიღოს. ამ დროს კი ევროპა და უკრაინა რაღაც განცხადებებს აკეთებენ. და ამით ამერიკის პოზიციას მხოლოდ ამძიმებენ. ჩვენი ევროპელი მეზობლები მტრად გვექცნენ, ამიტომ რუსეთი მათ მორალურად წელში გადატეხს. შემდეგ კი მივცემთ საშუალებას ერთმანეთს დაერიან. რაც შეეხება უკრაინას, დონბასი და ყირიმი მხოლოდ მინიმუმია, რასაც მივიღებთ. ჩვენი უფრო ფართო ამოცანა შავი ზღვის პროვინციების დაკავებაა, რომლებიც ისედაც რუსეთის ნაწილი იყო. ფიქრობ, ამის პასუხად ევროპელები ისევ აანთებენ ომის კოცონს და ომი ასე მალე არ დასრულდება. მეც ვფიქრობ, რომ ომი მალე არ დასრულდება. რუსეთს აქვს საკმარისი სამხედრო რესურსი, რომ წლის ბოლომდე ოდესა და ხარკოვიც აიღოს და ვფიქრობ, სტრატეგიული მოსაზრებით ამას გააკეთებს. ამიტომ ევროპასაც, უკრაინასაც და ამერიკასაც ურჩევნიათ ეს ომი სწრაფად დაასრულონ. ის 4 ოლქი და ყირიმი უკვე ჩავლილი ამბავია და ახლა უმჯობესია დამატებითი ტერიტორიების დაკარგვა აიცილონ თავიდან. განცხადებაა პირდაპირ ამერიკის რომ მზად არის ყირიმი დათმოსო ზელენსკიმ დღეს ნახე ეს განცხადება, ხო, ნუ დათმობს არ დათმობს, იმ ყირიმს აღარავინ აღარ დაუბრუნებს უკრაინას, მაგას ლაპარაკი არ უნდა, ხო? დაახლოებით იგივე ვითარება იქნება იმ თვით გამოცხადებულ, ესე ვთქვათ, რესპუბლიკებში, ხო, რომელიც მათ თავისი დამოუკიდებლობა გამოაცხადეს. ნუ ეს რთული საკითხია, მაგის დაბრუნება რაგზით შესაძლებელია, მე ვერ ვხედავ. They were playing poker. უკრაინაში ამერიკა რუსეთს პოკერს ეთამაშებოდა. ისე რომ წესიერი კარტი არ ეჭირა და არც წესიერად თამაში იცოდა. როდესაც დაინახა, რომ აგებდა, თავის გამართლება დაიწყო. ამერიკელები ხომ არ იხოცებიან, ფული კი, რასაც ვხარჯავთ, ჩვენივე სამხედრო კომპანიებს უბრუნდებათ და რა გვანაღლებსო. სრული აბსურდი. თუმცა იცით ვინ არის კიდევ უფრო დიდ აბსურდში? ბრიტანეთი. სტარმერს გონია, რომ სოფლიო ჰეგემონიას დაებრუნებს და უკრაინას დაცვის 100% გარანტიაზე ხელშეკრულებას უფორმებს. ამაზე დიდი აბსურდი რაღა გინდათ? We see clearly before us. ჩვენ ისტორიის გზაჯვარედინზე ვდგავართ და ამ ახალ ერას შესაბამისი გადაწყვეტილებით ვპასუხობთ. უკრაინასთან პარტნიორობით, რომელსაც პირველ ეტაპზე 1.5 მილიარდი ფუნტის ჭურვებს მივაწვდით. ეს გააძლიერებს უკრაინასაც და ჩვენს ეკონომიკასაც. ამავდროულად ჩვენ აუცილებლად უნდა გავამყაროთ ამ კუთხით ამერიკასთან თანამშრომლობა. ფიქრიც კი არასერიოზულია, რომ ჩვენ ამერიკის გარეშე განვაგრძოთ სვლა მშვიდობისკენ.
თუმცა ფაქტია, რომ აგრძელებენ. ქმნიან უკრაინაში ომის მოსურნეთა კოალიციას. იარაღის შესაძენად აცარიელებენ ბრიუსელის ხაზინას და აფინანსებენ საპროტესტო აქციებს ევროპაში, სადაც მთავრობა მათ კურსს არ ემხრობა. ცდილობენ საკუთარი მარიონეტების სათავეში დასმას. თუ კი ევროპა მაინც გადაწყვეტს ომში ამერიკის ჩანაცვლებას, რას ნიშნავს ეს უკრაინისთვის? ამ კითხვაზე პასუხის ნაწილმა უკვე გაიჟღერა, როდესაც კიევმა განაცხადა, რომ ომში გასაწვევ ასაკს 18 წლამდე დაცევს. უკრაინას ადამიანური რესურსი ეწურება, ომში ბავშვების შეყრა ციფრებს გაზრდის, მაგრამ მომზადებისა და შეიარაღების გარეშე. ესეც არაფერს შეცვლის და ევროპასაც არ აქვს რესურსი ჩაანაცვლოს ამერიკა. They can't fly F-35. ტრამპი კიდეც რომ დახვეს ევროპას და გადაწყვიტოს უკრაინის შემდგომი შეიარაღება, ამას ვერ შეძლებს, რადგან ამერიკამაც ამოწურა თავისი სამხედრო პოტენციალი. F-16-ებიც მისცა და ატაკამებიც უკრაინას, რომელთაც თითქოს ომი უნდა მოეგოთ. მაგრამ ნულოვანი შედეგი მოხდა. უკრაინა დამარცხდება, რუსეთი მოიგებს და ევროპა ამას ვერ შეცვლის, რადგან ევროპული ეკონომიკა ამ ომის გამო ისედაც დიდ ჩარშია. გერმანიაც კრიზისშია და თავად ევროკავშირშიც არ არის ერთიანობა. მეტიც, დაშლის პროცესია დაწყებული. პარიზის ქუჩებში ეს ამ დღეებში ნათლად გამოჩნდა. პარიზის ცენტრში ათასობით გაბრაზებული მოქალაქე ქუჩაში გავიდა მას შემდეგ, რაც მაკრონმა უკრაინაში ჯარის გაგზავნის შესახებ განაცხადა. დემონსტრანტებმა ევროკავშირის დროშა დახიეს. ბანერებზე კი ეწერა: "მაკრონ, ჩვენ არ მოვკვდებით უკრაინისთვის. გვეყოფა ამდენი ევროპა." გვეყო ომის გზაზე სიარული. ტრამპს მშვიდობა უნდა. მაკრონი და სხვა ევროპელი ლიდერები კი კონფლიქტის ესკალაციას ცდილობენ. ომისა და მშვიდობის გასაყარზე ვართ და ჩვენ ვითხოვთ მშვიდობას. თავრობა გვატყუებს. ვიცი რომ უკვე ამზადებენ ჯარისკაცებს უკრაინისთვის. ჯერ რეზერვისტებს უხმობენ. შემდეგ კი მასობრივ გაწვევას დაიწყებენ. მაკრონის და სტარმერის მოსურნეთა კოალიცია ყველაფერს დაგვაკარკვინებს. I don't think the EU ევროკავშირი უკვე რენაციონალიზაციას განიცდის. მეორე საკითხია, რამდენად შორსწავა პროცესი. არ მგონია, რომ ევროკავშირი საერთოდ გაქრეს, ან ნატო მასთან ერთად. თუმცა ორივე დროთა განმავლობაში სულ უფრო დასუსტდება და ეს უკრაინაში პროქსი ომმა გამოიწვია, რაც სრულიად აბსურდული გათვლა იყო. I said, save your lives. მე ვეუბნებოდი უკრაინელებს, ნუ დაუჯერებთ ამერიკას, გადაარჩინეთ საკუთარი ქვეყანა და სუვერენიტეტი. ვუთხარი ჰენრი კისინჯერის ცნობილი გამოთქმა, რომ სახიფათოა იყო ამერიკის მტერი, თუმცა დამღუპველია იყო მისი მეგობარი. იმავეს ვეუბნებით დღეს ევროპას. საბედნიეროდ ევროპაში აღმოჩნდნენ ქვეყნები და მთავრობები, რომლებმაც შეინარჩუნეს სუვერენიტეტი და შედეგად ამერიკული deep state-ის სიგიჟეებისგან დაიცვეს საკუთარი ქვეყნები. საქართველო, უნგრეთი, სლოვაკეთი, სერბეთი მათ რიცხვში არიან, ხოლო უკრაინის სრული ფიასკოს შემდეგ სავარაუდოდ მათ სხვებით შეუერთდებიან.